ეს ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პრემიერ-მინისტრი დგას ტრიბუნასთან 10 დაუნინგ სტრიტის წინ. ჩამოთვლის თავის მიღწევებს და შემდეგ აცხადებს, რომ ტოვებს გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს პოსტს. დღეს კეირ სტარმერის ჯერი იყო და მის გამოსვლაში სევდის ელფერი იგრძნობოდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც აშკარად სურდა გაეკეთებინა საუკეთესო თავისი ქვეყნისა და თავისი პარტიისთვის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ცუდი პოლიტიკოსი იყო და ის იყო ცუდი პოლიტიკოსი ქვეყანაში, რომელიც თითქოს მართლობას კარგავს. და ეს არის რაღაც, რასაც ენდი ბარნჰემი შეიძლება მიხვდეს მომავალ თვეებში, მაგრამ მოდით გადავხედოთ, როგორ აღმოჩნდა კეირ სტარმერი ამ პოზიციაში. ის აირჩიეს 2024 წელს უზარმაზარი უმრავლესობით, რაც ლეიბორისტული პარტიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი უმრავლესობა იყო. მაგრამ მაშინაც კი ამას უწოდებდნენ ენთუზიაზმის გარეშე მოპოვებულ უმრავლესობას. ხალხმა მას არ მისცა ხმა იმის გამო, თუ ვინ იყო ის, ან რის გამო იდგა. ხალხმა მას ხმა მისცა უბრალოდ ნაგულისმევად. იმ დროს გაერთიანებულ სამეფოს შეიძლება ეწოდებინა ორპარტიული სახელმწიფო, ლეიბორისტული პარტიასა და კონსერვატიულ პარტიას შორის, სადაც სტარმერი იყო ლიდერი, ხოლო კონსერვატორები ხელისუფლებაში იყვნენ 2010 წლიდან 2024 წლამდე. და ამ პერიოდში ფინანსური მენეჯმენტის არასწორი სერიის, სკანდალების, COVID-19 პანდემიისა და Brexit-ის გამო საზოგადოებამ მათ მიმართ ნდობა დაკარგა. ამიტომ ისინი ალტერნატივას ეძებდნენ. ეს ნიშნავდა, რომ სტარმერს ჰყავდა ამომრჩეველთა კოალიცია, ფაქტობრივად მემარცხენეებიდან მემარჯვენეებამდე და მათ შორის ყველა. და ის ცდილობდა ყველასთვის მოეწონა. მისი ზოგიერთი პოლიტიკა უფრო მარცხნივ იხებოდა, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკა. ხოლო ზოგიერთი უფრო მარჯვნივ იყო მიმართული, განსაკუთრებით იმიგრაციის საკითხში. ისრაელის საკითხში მან საკმაოდ ზომიერი პოზიცია დაიკავა. მან პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ უბიძგა, რაც საბოლოოდ მართლაც მოხდა. თუმცა მას უთქვამს, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი. მან უარი თქვა, მიმდინარე ომი ღაზაში გენოციდად მოენათვა. თუმცა ეს პოზიცია ყველა მხარეს არ მოეწონა. ისინი ფიქრობენ, რომ მან მხარე არ აირჩია და ბოლომდე არ გაჰყვა მას. ეს შეიძლება ბევრ მის პოლიტიკასაც შეეხებოდეს. და თუ შენი პოლიტიკა ორივე მხარეს, მემარცხენეებსაც და მემარჯვენეებსაც ეხება, უმეტეს შემთხვევაში ეს ყველას იზოლაციაში ტოვებს. სწორედ ეს დაემართა სტარმერს. იმისათვის, რომ ესეთ არეულობას თავი დააღწიო. განსაკუთრებით სხვა გარე ფაქტორების ფონზე, როგორიცაა COVID-19 პანდემია, Brexit-ი და ომები ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. იმ ჭაობიდან გამოსასვლელად ძლიერი ხასიათი გჭირდება და ეს ის იყო, რაც კეირ სტარმერს არ ჰქონდა. მან არასდროს აჩვენა ის ემოცია ან ვნება, რაც ლიდერს უნდა ჰქონდეს. ერთადერთი დრო, როცა პირადად ვნახე, რომ მან ნამდვილი ემოცია აჩვენა, იყო მაშინ, როცა გადადგომას აცხადებდა და ცხემლები მოსდიოდა, როცა თავის ცოლსა და შვილებზე საუბრობდა. და ის არეულობა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, კონსერვატიული პარტიის 14 წლიანი მმართველობის შემდეგ, გადაეცემა მის მემკვიდრეს, რომელიც სავარაუდოდ იქნება ენდი ბარნჰემი, დიდი მანჩესტერის ყოფილი მერი. მაგრამ შეძლებს კი ის რეალურად რაიმე გავლენის მოხდენას. მას გაუჭირდება. მისი პოლიტიკა ძალიან ახლოსაა სტარმერის პოლიტიკასთან. ეკონომიკურად ის შედარებით ლიბერალურია. მას საკმაოდ მსგავსი შეხედულებები აქვს ისრაელსა და პალესტინაზე. ის კრიტიკულად იყო განწყობილი ნეთანიაჰუს მთავრობისა და დასახლებების გაფართოების მიმართ, თუმცა მან თავი შეიკავა ღაზაში მიმდინარე ომის გენოციდად მოხსენიებისგან. მაგრამ დიდი ბრიტანეთი ეხლა თითქოს დაღმავალი სპირალის გზაზეა პრემიერ-მინისტრების მხრივ. ეს იქნება მეექვსე პრემიერ-მინისტრი ბოლო 7 წლის განმავლობაში. ეს უპრეცედენტოა დიდ ბრიტანეთში. და ეს ასახავს არასტაბილურობას, როგორც პოლიტიკის, ასევე საზოგადოების თვალსაზრისით. დიდი ბრიტანეთი აღარ არის ორპარტიული სახელმწიფო, რაც პირველად შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში. ეხლა იზრდება მხარდაჭერა მემარცხენე მწვანე პარტიის მიმართ. და უმეტეს გამოკითხვებში მემარჯვენე რეფორმების პარტია ლიდერობს და თუ ხვალ არჩევნები ჩატარდებოდა, ნაიჯელ ფარაჯი იქნებოდა პრემიერ-მინისტრი. და ამ წარსულში მარგინალური პარტიების ზრდა არის ის, რასთანაც ენდი ბარნჰამს მოუწევს გამკლავება. ლეიბორისტულმა პარტიამ კეირ სტარმერი გადააყენა, რადგან მათ ეგონათ, რომ ის ვერ შეძლებდა თავისი პოპულარობის და ლეიბორისტული პარტიის პოპულარობის ამაღლებას მომდევნო საერთო არჩევნებამდე, რომელიც 2029 ან 2030 წელს გაიმართება. ენდი ბარნჰამს მართლაც ძალიან ძლიერი და სიმპათიური პიროვნება აქვს. სწორედ ამიტომ მოუწიათ მისი პარლამენტში შეყვანა, რათა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭი ეყარა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამბობენ გატეხილ გულს ვერ გაამთელებო. მაგრამ შეძლებს თუ არა ენდი ბარნჰამი გატეხილი ქვეყნის გამთელებას.